2000-იან წლებში, როცა პირველ ნაბიჯებს გავდით ამ სფეროში, ძალიან რთული სიტუაცია იყო. ბაზარზე ახალი გამოცემები ფაქტობრივად არ არსებობდა, ძველი წიგნის მაღაზიები იკეტებოდა და ახალი წიგნის მაღაზიები თითქმის არ ჩანდა. ციფრული წიგნები გამოდიდა და მომავალს ნაწილი ამ მიმართულებით ხედავდა და კითხველიც თითქოს არ ჩანდა და როცა მე 2007 წელს დავიწყე პირველი ჩემი სამსახური იყო კონსულტანტის პოზიციაზე, სტუდენტური სამსახური წიგნის მაღაზიაში. სულ ათეულობით დასახელების წიგნი იყო და მახსოვს, რომ ერთი და იგივე წიგნი მქონდა 10 ცალი გაშლილი, რომ მაღაზია შეგვევსო. მცირე გამოცემებთან ერთად მცირე ტირაჟები იყო მთავარი გამოწვევა. 500 და 1000 ცალიანი ტირაჟები იყო მიღწევა. დღესდღეობით 10000-ობით ტირაჟები იბეჭდება და იყიდება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა ქალაქში და სოფელში წიგნი. რეგიონებისთვის იმ მომენტში ორგანიზებული ბაზარი ფაქტობრივად არ არსებობდა და ბიბლუსი იყო, ასე ვთქვათ, პირველი კულტურული სივრცე და ამოსუნთქვა მოსახლეობისთვის, რომლებსაც ძალიან აბედნიერებდა ჩვენი თითოეული პატარა მაღაზიაც. ამ 18 წლის მანძილზე მახსენდება სამი მნიშვნელოვანი გარდამტეხი ეტაპი, რაც მოხდა ჩვენ სფეროში. დაახლოებით 11-12 წლებში პირველად გამოიცა 3000-იანი ტირაჟი გურამ დოჩანაშვილის წიგნი კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, რომელიც 2 დღეში გაიყიდა. ეს იყო იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ალბათ 14-15 წლებში, როცა თინეიჯერებისთვის საინტერესო ლიტერატურის განვითარება დავიწყეთ. ეს ხალხი თვითონ იყო ჩართული ამ პროცესში, თვითონ არჩევდა ლიტერატურას, რა უნდა ეთარგმნათ გამომცემლებს. ამ პერიოდში მაღაზიებთან რიგებიც კიდგებოდა და პატრულს უწევდა რიგის დარეგულირება. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პანდემიამდე გაყიდვების ტრენდი იყო, რომ იყიდებოდა საბავშვო ლამაზი ფერადი წიგნები, ენციკლოპედიური გამოცემები, რაც პანდემიის მერე მნიშვნელოვნად შეიცვალა და მხატვრული ლიტერატურის წილი გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბიბლუსის ერთ-ერთი მთავარი ძალა არის ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ძალიან მოტივირებული იყო თავის ლიდერთან ერთად. ბევრი ღამე გაგვითენებია ახალი მაღაზიების გახსნისას, რომელიც მარტივი არ იყო, მაგრამ ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები. დღეს სფერო უკვე კონკურენტულია, არის რამდენიმე ძლიერი მოთამაშე ბაზარზე, დაიხვეწა ტექნოლოგიები, მათ შორის მარკეტინგი, არის გამოწვევები, ძირითადად ეკონომიკური ხასიათის, მაგრამ მთავარი ძალა აქ მაინც ადამიანების ენთუზიაზმია და ამაზე დგას დღეს სფერო. ბიბლუსი ეს არის ადგილი, სადაც მკითხველი ხვდება წიგნს და ბიბლუსი არის ხიდი გამომცემლობას და მკითხველს შორის.